გასწრებით პირდაპირ ეთერში ძალიან ხალხმრავალია ჩვენი სტუდია დღეს და ისევ ოქროს შესახებ ვისაუბრებთ. სხვა ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის ოქროს ფრთის დაჯილდოების საზეიმო საღამო გაიმართება 2012 წელს. ოქროს ფრთით დაჯილდოვდებიან ტელევიზიისა და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები და ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუდიასთან. ჩვენი სტუდენტები არიან ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ფხატაძე, ჟიურის თავმჯდომარე ბატონი მიგზარ რუხაძე, ღონისძიების წარდგენი კომპანია ჯეონსელი საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ირმა წკიტიშვილი და ჟიურის წევრი გიორგი კავანი. მოგესალმებით ყველას. დაგვითმეთ ეთერი. Իրիքի დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თაკო 2003 წლიდან ფუნქციონირებს ოქროს ფრთა. კი, მე-10 წელია, ეს არის მე-10 საიუბილეო წელი ოქროს ფრთის. და ამ საიუბილეოსთან დაკავშირებით გადაწყვეტეთ ალბათ რაღაცა განსხვავებული ყოფილიყო. ხო, იცი როგორ არის? მე გახსოვთ ალბათ თქვენი გადაცემიდან წავედი მარტო მაგიტო რომ გავხდი ოქროს ფრთის პრეზიდენტი და მიკერძოებაში რომ ვინმეს არ ჩაერთვალა რომელიმე ართან დამოკიდებულება. ეს იყო მიზეზი, მაგრამ წინა 10 წელი ამ ფონდის პრეზიდენტი იყო ქალბატონი ეთერ ჯიშკარიანი, რომელმაც აი ცოცხალ ნამდვილად აი მარტო ენთუზიაზმით 10 წლის განმავლობაში ატარა ეს დღე და ძალიან ბევრი ლამაზი საღამო და ლამაზი სიტყვები აჩუქა ჟურნალისტებს. აი აქ სამივენი ვართ ოქროს ფრთოსნები, მეც გიორგიც და ბატონი ნუგზარი და კიდე ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელმაც ღირსეულად მიიღო ეს და არის ქალბატონი ეთერის დამსახურება. წელს მე უკვე ამ ფონდის პრეზიდენტი რახან ვარ და რახან არის საიუბილეო, გადავწყვეტეთ რომ ეს ყოფილიყო ცოტა უფრო პომპეზური და ჩვენც ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა ჟურნალისტებისთვის. ამაში დაგვეხმარა ჯეოსელი, იმიტომ რომ შეუძლებელია დღეს რაიმე გააკეთო თუ ბიზნესი არ გიდგას გვერდზე და ვთქვათ ეს ჩვენი თანამშრომლობა უკვე მეორე პროექტში გამოიხატება. პირველი გახსოვთ თქვენ გიგო გაბაშვილის არაჩვეულებრივი პროექტი, იქაც მხარდაჭერა იყო პრაქტიკულად ნუ აი ძალიან დიდი და ეხაც ეს მხარდაჭერა არსებობს. დანარჩენს ალბათ ბატონი ნუგზარი, რომელიც უკვე წლებია ამ ჟიურის თავმჯდომარე არის. წელს ჩვენი ჟიური არის ძალიან აკადემიური, რაც ყველა ჟიურის წევრს მინდა განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო, იმიტომ რომ მათი კომპეტენცია ისეთი მაღალია, რომ შეუძლებელია ადამიანმა შეიტანოს ეჭვი იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ხვალ ძალიან რთული ამოცანის წინაშე. რთული ამოცანა არის და ძალიან საპასუხისმგებლო და თან ერთგვარად ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჟურნალისტს უთხრა მადლობა. დღეს არის მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სულ რაღაცა ქარცაცში არიან ჟურნალისტები მოყოლილი და მადლობაც კაი სათქმელია, კარგია თუ კარგად ეთქვი ამას. თქვენ უნდა არჩიოთ საუკეთესოებს შორის. ხოდია ეს ურთულესი საქმე გეკისრება. ყველა კონკურსის მიზანი ეს არის. ოქროს ფრთა უკვე არ ახალია, ძველია საქართველოში, აქვს უკვე ტრადიცია შესაბამისი. მაგრამ რაღაც ისე მე ხო ცოტა თაკომ ყველაფერი თქვა და რაღაც მატერიალურზე მინდა გავამახვილო ყურადღება. იცი რა, იმ დღეს თქვი ეთერში იმის არ იყოს და მინდა გავიმეორო რომ ეს ჯილდო და საერთოდ ყოველგვარი ჯილდო ეს ოქროს ფრთა იქნება თუ საბა თუ კიდევ სხვა დოროჯი თუ სხვა ჯილდოები რაღაცას ნიშნავს, იცი საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისათვის. იმიტომ რომ ჩვენი დამოუკიდებელი ჯილდოები გვაქვს უკვე და ჩვენი სტიმულატორები გვაქვს. მაგრამ თაკო არ ეს მოფერებაში და იმაში პიმოტნეობაში არ ჩამომართვა ზირფასო ეს არ მახასიათებს უბრალოდ. მინდა გითხრა რომ ჩვენ აი ვინც ინიციატორთა ჯგუფმა ვინც გადაწყვიტა რომ ოქროს ფრთა როგორც ორგანიზაცია და როგორც ჯილდო რომ მოთავსებული იყო შენ საიმედო ხელებში ეს იმიტომ მოხდა პირდაპირ გეტყვი და ეს არ გავალებს არაფერს თუ არ გინდა ეს იმიტომ მოხდა რომ ოქროს ფრთამ საქართველოში უნდა მიიღოს ნელ-ნელა ისეთი რანგი როგორიც აქვს შესაბამისად ოსკარს, აქვს ემის და აქვს ოქროს გლობუს და ასე შემდეგ ასე შემდეგ. არა, ჩვენს პარამეტრებში, ჩვენი რესპუბლიკის პარამეტრებში, ჩვენი რაც უფრო დიდ მნიშვნელობას მიიღებს ოქროს ფრთა, მისი მიღების პასუხისმგებლობა ამაღლდება და შესაბამისად, იცი, ჯილდო შედეგად რა ხდება ხოლმე? ჯილდო შეგად ხდება ხარისხის სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესება, რატომ? იმიტომ რომ შეგნებული ადამიანი თავს აგზნობს უფრო მეტად პასუხისმგებლობის წინაშე. ამიტომ ის უკეთესად მუშაობს. საინტერესოა ნომინაციები და ხო, მაინტერესებს კიდევ თვითონ კრიტერიუმი, აი რითი ფასდება. კრიტერიუმი არსებობს, რა თქმა უნდა, თუ შენი ტყუ თუ მე ვთქვა. არა, კრიტერიუმი ასეთია. ჩვენ რა თქმა უნდა თვალს ვადევნებთ რეიტინგს. საქართველოში რეიტინგის საქმე არ არის ცუდად, ნუ ახლა ზოგჯერა ზოგს არა. ცდომილება რამდენი პროცენტი აღარ მახსოვს ამ რეიტინგების საშუალო ცდომილება არ მე მგონი 15-დან 20%-მდე თუ არ ვსწრები
და ამ რეიტინგების მიხედვით გვექნება წარმოდგენა. ამ შექმნილი წარმოდგენის ფონზე ხდება ამორჩევა. რა თქმა უნდა, რაღაც პირადი განსჯაც ამაში თამაშობს როლს, რა თქმა უნდა, ამ შემდეგ ჟიურის წევრები ხდებიან და მსჯელობენ ამ საკითხს. და უნდა გითხრა, რომ ჩვენი ჟიური არ იყო არც ისე უწყინარი და არც ისე რბილი და ასე ვთქვათ თბილი იყო კამათი, იყო მსჯელობა ამის შესახებ, ვიღაცას მოწონდა, ვიღაცას არა, ბოლო შეჯერება მოხდა ნამდვილად, რეალურად და ამის მერე გადაწყდა, ესე იგი წამოვიდა წინა პლანზე ეს კანდიდატურები. ახლა რაშია საქმე ისე საქართველოში ჩვენ იმდენად დამოუკიდებლად და იმდენად აი საქართველოში ინდივიდუალების ქვეყანაა რა ჩვენ ვართ აი ინდივიდები ყველანი და ჩვენი აზრები გვაქვს ყველაფერზე. ახლა ვიღაცა შეიძლება არ მოეწონოს და ვიღა რა ეს რა შუაშია ასე თქვას. არა. ეს არის საერთო აზრი და ეს საერთო აზრი საშუალო. ეს არის საშუალო რაღაც გამოყვანილი. და ეს საშუალო ითვლება ყველაზე მეტად რეალურად და სამართლიანად. ახლა ვიღაცას პირადი აზრი თუ ექნება, ჩვენ ყველას გვგონია ჩვენ ვაკეთებთ საქართველოს ყველაზე კარგად. ველოდებით მოუთმენად ჩვენ მაგრამ ირმას მინდა კითხო, ირმა, ჯეოსელი ესე სადაც ქართული მედია ყველგან არის. აი რა შთაბეჭდილება. ჯეოსელი ბოდიში არის ყველგან სადაც არის ქართული კულტურა, ქართული მედია, ქართული სულიერება და ჯეოსელის გარეშე უკვე ბევრი რაღაცა საქართველოში წარმოუდგენელი. ეს ვინთხარ ირმამ თუ საოცარი სიტყვები ესე იგი რაღაცა შეასახა მე უკვე დავიწყოთ იმითი რომ როდესაც საერთოდ ეს ოქროს ფრთა არსებობდა ნუ მაშინაც იყო ჯეოსელი წარმდგენი არა მაგრამ აი ვეხმარებოდით რომ ყოფილიყო ეს ძალიან კარგად ჩატარებული და ეხლა ძალიან მიხარია იმიტომ რომ დაკო ისე ყვება ამას ყველაფერს რომ ისე კარგად ჩატარდება და ისეთი პომპეზური და უფრო მასშტაბური იქნება რომ რა თქმა უნდა ტრადიცია გავაგრძელებთ ჩვენ და ეხლა ყველა მეკითხება რომ აი რატო წარმდგენი რატო როგორ შეიძლება ეხლა რომ ხა ჯეოსელი არ იყოს წარმდგენი იმ ღონისძიებისა რომელიც ეხება მედიას. აი ძალიან ლოგიკურია მე მგონი ახლა გიორგიმ ძალიან გვაქო მე ძალიან შემწხვე ხა რაც თქვა მაგრამ აი რაც არ უნდა გააკეთოს ჯეოსელმა კარგი მას არა უშავს რა ამბავი ხო ხო ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ის თუ საზოგადოებამ არ გაიგო ისევ და ისევ მედიის საშუალებით ну აი რა აზრი აქვს მაშინ გამოდის რომ შეიძლება გააკეთე და დარჩი რაღაცა 20 კაცის ფარგლებში და თან ეხა ყველა მიცით ალბათ ეს კანონი ესეთი კომუნიკაციაში დაუწერელი ამას უვიძახი რომ ის რაც არ გაშუქებულა მოვლენა ჩათვალეთ რომ არ შემდგარა ანუ ეს ესეა თუ არ გაშუქდა ჩათვალე რომ ნუ ის არ მომხდარა როგორ მოხდა ჯოშელის მატერიალიზმი ხო ესეა და შესაბამისად ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი ხო ჩვენთვის კომუნიკაციის ხალხისთვის და კომპანიისთვის არის რა მედია და ამიტომ ნამდვილად გვერდში უნდა დავდგომოდით ჩვენ ახლა აი ამას, იმიტომ რომ ის мотиваცია, რა ვიცი, ის ახალისება, ის სიხარული, რომელსაც მიიღებენ ეს ხალხი აი ჯილდოთი, ჩვენთვის არის ძალიან მისაღები. რა მინდა, ესე გიორგი მარტო ის რო არ იყოს, ჯეოსელის საქებრად რო არ იყოს, ხო? გიორგის ფუნქცია ჯეოსელს აქებს გიორგი. გიორგი საოცარი, აი მომეწონა ეს ნიშა იპოვა, შემიძლია გააკეთოთ ან. ნომინაციები გავდა, მაინტერესებს იცი ჟიურის წევრები არიან ჯერჯერობით ჟურნალისტები და ვინმე ყავთ მხატვრები, მუსიკოსები. მე გეტყვით ერთ რამეს პირველი რაზეც მინდა ნაწილობრივ შეეხეთ თქვენ ამ თემას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ჟიურის სასახელოდ და საერთოდ ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას ერთი რამ, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში ჟურნალისტიკის თავისებური ფორმაა დოკუმენტური ჟურნალისტიკა. აი ამას რომ არ ასწდა და ამ მარადიულ თემას, იმიტომ რომ დოკუმენტალისტიკა ეს არის ის თემა, რომელიც რჩება ძალიან დიდხანს და ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს თემაც რო არ გამორჩა ჟიურის და ოქროს ფრთამ ამის გარეშე არ ჩაიარა, მე ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ არის ხაზგასმული ერთი რამ, რომ ეს ჟიური და ეს ჯილდო არის მარადიული თემებისთვისაც და არის თანამედროვე მოვლენებისთვისაც და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ქართველი ჟურნალისტების წახალისება. მოდით პირდაპირ ვთქვათ. დღეს ქართულ ჟურნალისტებს რა თქმა უნდა საპატიო ფუნქცია აქვთ, მაგრამ ამასთანავე აქვთ ძალიან მძიმე ფუნქცია. და როცა არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ეს ადამიანები წაახალისოს
დააფასოს და მათი შრომა დაინახოს. იმიტომ რომ ჟურნალისტები იქით ანახებენ და საჭიროა სხვამაც დაინახოს მათი შრომა. აი ეს არის ძალიან გასაგებია. ჟურნალისტები აფასებენ. არა, შეკრება და ბატონმა გიამ თქვა რომ ეხა გადავხედო გია ბუღაძე ჟიურის წევრი და 4 მხატვარი ვარ და რა ხდება ხო არ იცი რა მტოდა. გია ბუღაძე გაგთიშოდა. აი მხატვრობასაც მიხედეთო. მხატვრობას არა გია ბუღაძე არის კიდე არის ლევან ვარდოსანიძე ქეთი მატაბელი არაჩვეულებრივი მხატვარი რუსიკო ფეტვიაშვილი გიორგი არის ზალ სამადაშვილი არის ჟიურის წევრი ისე მხატვარის თვალი მაინც სხვანაირად ხედავს ყველაფერს. ესთეტიკა. ნოდარ ტაბიძე არის, გიორგი კალანდია. არის პროექტები. ჩვენ უბრალოდ წინასწარ ვერ გეტყვით ვის რა გადაეცემა. აგათ არც ხო. ნომინაციები მაინც ჩამოგვითვალე ნომინაციები. არის რომელიც ნომინაციებს არ გვეუბნები? არა, ნომინაციებსაც არ გეუბნებით. რომ მიხვდები. მიხვდები. ნომინაცია რო გითხრა, როგორ მიხვდები შენ? რომ მიხვდე ხარ ნომინაციაში. შენ ბევრ რამეს ხვდები ხოლმე უცხმე. არა, ერთი ადამიანი ხო არის ერთ ნომინაციაში როგორ უნდა მივხვდე? ერთი ადამიანია. შეიძლება. მაინტერესებს თვითონ ჟიური ყოველ წელს სხვადასხვა იქნება, ანუ ცვალებადი იქნება. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ეხლა ალბათ ისეთ ჟიურიზე ჩამოვყალიბდით, თუ ჟიურის წევრების თანხმობაც იქნება, ეს ალბათ კარგ ხანს არ შეეცვლება, იმიტომ რომ ამ ადამიანებს იმდენი უკეთებიათ, ისეთი პროფესიონალები ან ისეთი ესთეტები არიან, რომ ხა თუ მათ არ შეაფასეს, ახლა კიდე ვინ უნდა შეაფასოს, თქვათ. ამიტომ შესაძლებელია თუ ვინმე დაემატება, თორე თუ მათი ნება იქნება, რომ ესენი იყვნენ მუდმივად ამ ჟიურის შემადგენლობაში, მეც ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო და ძალიან აკადემიური ღირებული ჟიურია. ბატონო გზა, თქვენ ახლა მე რამდენი წელია უკვე ჟიურში? 10 წელი ხარ? ამ ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე იყო ხოლმე იმ თავითვე, პროფესორი ნოდარ ტაბიძე. და მე რაღაც ორჯერ თუ სამჯერ შემხვდა ეს მეტი არა. მე შეიძლება ერთი რამ დავამატო, აი ორგანიზატორთა სასახელოდ მინდა ითქვას, არა, აი ერთ რამეს ვიტყვი, რომ წინვალი ადგილია შერჩეული დაჯილდოებისათვის. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია ქართული ჟურნალისტიკის ყველაზე დიდი საცავი. აქ არის ყველა დიდი ქართული გაზეთი, ყველა დიდი და საეტაპო გამოცემა, ივერია, ცნობის ფურცელი და მე ვფიქრობ, რომ სიმბოლურია. იქ სადაც ილია დადიოდა ქართული ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ იქნება ეს დარბაზება. შეიძლება ოქროს ფრთამ ისეთი ძალა მოიპოვოს, იმ შენ ერთოსო ძალიან დიდი დარბაზი დაჭირდეს, ხო და ძალიან ვიხდი. რეკლამის დრო მოვიდა და კურიერის დრო მოვიდა. სწრაფად გაიარა დრო საინტერესო საუბარში. ვირიცის ნომინირებული ჟურნალისტების გამოჩნდნენ. ეხლა რა ვიცი, კარგი. ხო, ველოდებით. ყველას გელოდებით სულ ყველა. კარგი შეიძლება რომ ევროპის ჩემპიონატის დღეს არ დაამხიეთ. ხო მოხვალ. აუცილებლად. დავედი ჩვენ ხოლმე გემშვიდობით. მადლობა. ახლა